და ჩვენ კვლავ უბრუნდებით მთავრობის კანცელარიას, სადაც ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილი მთავრობის წევრებთან ერთად შეხვედრას მართავს. თამთა ჯანაძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. თამთა, რა საკითხებს განიხილავენ დახურულ კარს მიღმა და თუ გაკეთდა კომენტარები შეხვედრის დაწყებამდე? დიახ, უწყებებში არსებული ვითარება, გარდა ამისა რეორგანიზაცია, მოადგილეების დანიშვნის საკითხი და 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს ძირითადი საკითხებია, რომლებსაც მინისტრები სამუშაო შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრთან ერთად განიხილავენ. გარდა ამისა არსებობს კონკრეტული ინიციატივებიც, მაგალითად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოვიდა შემდეგი ინიციატივით, მისმა უწყებამ აღარ გააკონტროლოს სხვა სამინისტროების სერვერები. მინისტრები ასევე იმსჯელებენ მომავალი 2013 წლის ბიუჯეტზე და ხვალიდერი მთავრობის ხდომის დღის წესრიგზე. გარდა ამისა, ზოგიერთი მინისტრისთვის უკვე ცნობილია მისი მოადგილეების ვინაობა, ნაწილი კი აცხადებს, რომ ეს საკითხი განხილვის პროცესშია. დღეს გვაქვს შეიძლება თამამად ითქვას პირველი სამუშაო შეხვედრა, როცა თითოეული მინისტრი მისდამი დაქვემდებარებული სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს გააცნობს პრემიერ-მინისტრს და უკვე შედგეს მომავალი დღეების სამუშაო გეგმა, მისდამი ხელით თუ რომელ უწყებას პრიორიტეტულად რა საკითხია აქვს გადასაჭრელი მთავრობის ხდომის ფარგლებში. მე გადავწყვიტე, რომ ჩემი უწყება აღარ აკონტროლებდეს არც ერთი ხელისუფლების შტოს, პირველ რიგში პარლამენტის და სასამართლოების და არც ერთი სამინისტროს ქსელებს, კომპიუტერებს და პროგრამულ უზრუნველყოფას. ხვალ არის მთავრობის ხდომა, დღეს არის უბრალოდ სამუშაო შეხვედრა, რომ ხვალინდელისთვის საკითხები მოამზადოთ. ხა ყველა სამინისტროს ბუნებრივია თავისი პრობლემები აქვს, ამ პრობლემებზე ილაპარაკებს. მათ შორის არის ერთ-ერთი საკადრო საკითხი, კონკრეტულად მოადგილეების დანიშვნა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით კეთდება. განხილვა მოადგილეების გიგა გიორგაძე პირველი მოადგილეა, სახელმწიფო ოფისში მუშაობდა, იცნობს მეგონა უმრავლესობა, ვისაც ადამიანის უფლებათან შეხება ჰქონდათ. ირაკლი წერეთელი, რომელიც ასილასრულებას გაუწევს კურირებას, ეს არის ადამიანი, რომელიც მუშაობდა ამ სისტემაში და კარგად იცნობს სისტემას. და მესამე გახლავთ სოფო ჯაფარიძე, რომელსაც ასევე ადამიანის უფლებათა დიდი გამოცდილება აქვს. მეოთხე მოადგილე ალან პერესტაევი, რომელიც იყო მოადგილე, რჩება ამ თანამდებობაზე. მინისტრები თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან გაიზიარონ თეა წულუკიანის პოზიცია და აცხადებენ, რომ არც ერთი სამინისტრო მსგავსი ფორმით სხვა სამინისტროს მაკონტროლებლად არ უნდა გამოდიოდეს. ჩვენი სამინისტრო ახლა მდებარეობს ახალი იუსტიციის სახლში და იქ იყო შექმნილი ერთი მთლიანი სისტემა, სადაც ყველაფერი იყო ჩართული და ახლა ეს როგორ გაკეთდება, რამდენად არის შესაძლებელი არის ეს ტექნიკური მხარე. ყველა უწყების ინფორმაცია უნდა იყოს დაცული. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, კონკრეტულად ფინანსთა სამინისტროს ეს პრობლემა არ აქვს, საკუთარი საკმაოდ დაცული სერვერი აქვს. რომელზეც ამერიკელები, ჩვენი ამერიკელი კოლეგები მუშაობდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ პარლამენტის და უწყებების, სხვა უწყებების შიდა ქსელი იყოს აბსოლუტურად დაცული და არც ერთ სხვა უწყებას არ უნდა ჰქონდეს მათი გაკონტროლების შესაძლებლობა. ჩვენ ვიწყებთ მუშაობას 2013 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით და თავისთავად ცხადია, რომ ყველა აუცილებელი პროექტი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ჩვენ ვისაუბრებთ მთავრობაზე და მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების თაობას. ჩემს კოლეგებთან ერთად მინდა ჩამოვყალიბდეთ მათი უწყებების დაფინანსების თაობაზე და ამავე დროს არის ორგანიზაციული საკითხები, მათ შორის საკადრო საკითხები, უკვე დროა დაინიშნოს მინისტრის მოადგილეები ფინანსთა სამინისტროში, სერიოზული უწყებების ხელმძღვანელები, ასე რომ ამ საკითხებზე ჩვენ გვექნება დღეს და ხვალ საუბარი პრემიერ-მინისტრთან და ჩემს კოლეგებთან. ახალი სამთავრობო გუნდი აცხადებს, რომ სამინისტროებში მიმდინარე რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა დასრულდეს. პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების შეხვედრის დეტალებზე თამთა ჯანაძე საუბრობს.